ეს მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთოდ-რეგულირების ისტორია, რომელიც საუკუნეებს უძლებს. სწორედ ეს მტკიცე კავშირი გახდა შთაგონების წყარო ჩვენი პროექტისათვის. ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენ შევეცადეთ ცოცხლად წარმოგვედგინა ეს ქრონიკა. ჩვენმა გუნდმა იმუშავა სხვადასხვა მიმართულებით. მომამზადეთ პრეზენტაციები და არტიკულები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეგვასწენებს რაოდენ ღრმა ჩვენი ფესვები. დღევანდელი პრეზენტაცია არის ერთგვარი შეჯამება იმისა, თუ რა ვისწავლეთ, რა ვიმაჩნიეთ და როგორ დავინახეთ ეს საოცარი მეგობრობა ჩვენი თვალით. მინდა მადლობა გადავუხადოთ პროექტში ჩართულ ადამიანს და თქვენ ჩვენ სტუმრებს, რომელთა დასწრება განსაკუთრებულ ელფერს ზენს დღევანდელ დღეს. დაწუნებული ვარ ჩვენი პრეზენტაციების შეჯამება თქვენთვის ემოციური და საინტერესო იქნება. მადლობას გიხდით გულწრფელობისთვის და გიწევთ ჩვენი პროექტის გასაცნობ. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენ სკოლაში მოგზაურობისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაგიზიაროთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და ასე მოვისმინოთ თქვენი შეფასება. პროექტი ქართულ-ებრაული ურთიერთობის ქრონიკა არ იყო მხოლოდ კვლევა ან ფაქტების შეგროვება. არამედ ეს იყო ძალიან საინტერესო და ემოციური მოგზაურობა 26 საუკუნოვან ისტორიაში, სადაც ურთიერთპატივისცემა და ერთგულება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებად იქცა. საუკუნეების განმავლობაში ქართული და ებრაელი ხალხი ცხოვრობდა გორდიკულ, მშვიდობიან, ერთმანეთის ტრადიციისა და ღირებულებების პატივისცემით. ჩვენი საერთო ისტორია დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ებრაელები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი მამული და თავშესაფარი სწორედ საქართველოს მიწაზე იპოვეს. ქართველებმა მათ გაუღეს კარი და მიიღეს არა როგორც უცხოელები, არამედ როგორც ახლო მეგობრები. დღეს ქართულ-ებრაულ ურთიერთობას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სკოლა ეს არ არის მხოლოდ დაწესებულება, ეს არის ადგილი, სადაც განსხვავებული კულტურა და ტრადიცია დაფასებულია. სკოლა უნდა აღზარდოს ეროვნული და ზოგადად საკაცობრიო მემკვიდრეობის შეზღუდვა ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემელი მოქალაქე. სწორედ ამ მიზნით მიმდინარე წელს ჩვენმა სკოლამ განახორციელა პროექტი ქართულ-ებრაული ურთიერთობის ქრონიკა, სადაც მონაწილეობდნენ როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ეს პროექტი ითვალისწინებდა მრავალფეროვან აქტივობებს, რასაც ჩემი მეგობრები მოკლედ გიამბობენ. გვინდა წარმოგიდგინოთ ლოგო, რომელიც გამოხატავს ჩვენი პროექტის მთავარ იდეას. ჩემი ქალაქის ებრაული ისტორია, ასე უწოდეთ ამ სურათს. იდეა ეკუთვნის პროექტის ხელმძღვანელ ქალბატონ მონას, ხოლო ნახატის შემქმნით ხელოვნების მასწავლებლის ეკაკე დენძის დახმარებით. სურათზე წარმოდგენილია შუქურა როგორც ფოთის მთავარი სიმბოლო, ხოლო სინაგოგა, რომელიც გამოხატავს ებრაელი ხალხის იდენტობას. ასევე ჩვენ ყოფილობდით ფოთის სინაგოგაში, რომელიც დაცულია და მოქმედია დღემდე მორწმუნეებისთვის და სინათლე, რომელიც ცხოველის სახით ეფინება შუქურიდან ტაძარს, გამოხატავს ჩვენი ქალაქის ტოლერანტულ დამოკიდებულებას სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის მიმართ. პროექტის ქართულ-ებრაული ურთიერთობის ქრონიკის ფარგლებში არაერთი ღონისძიება და აქტივობა განახორციელდა. ერთ-ერთი გახლავთ ებრაული კულტურის შესწავლა. მოსწავლეები გაეცნენ ებრაული საზოგადოების ისტორიასა და კულტურულ მახასიათებლებს. ვიმუშავეთ 4 მიმართულებით: რელიგია, სიმბოლოები, ტრადიციები, გამოჩენილი პიროვნებები. კვლევის პროცესში მოსწავლეებმა გამოიყენეს როგორც ისტორიული წყაროები, ისე თანამედროვე მულტიმედიური რესურსები. შექმნეს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი და კვლევითი ნამუშევრები, პრეზენტაციები, ვიზუალური მასალა, საინფორმაციო ბროშურები. პროექტი მიზნად ისახავდა კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრებას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას და კვლევითი უნარების განვითარებას. მუშაობის პროცესმა გვაჩვენა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობის, ტოლერანტობისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. შემდეგი პოსტერი ეხება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, ჰოლოკოსტს. ეს გახლავთ ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული გენოციდი, რომელმაც მილიონობით ებრაელი და სხვა ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი იმსხვერპლა. 27 იანვარის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სონის საერთაშორისო დღეა. პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა ჰოლოკოსტის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც გაიხსნა საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის მიერ ორგანიზებული კონფერენციით. მასში მონაწილეობდნენ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. საკონფერენციო თემები შეეხებოდა ჰოლოკოსტის მომზადების ისტორიას, მიზეზებს, მიმდინარეობებსა და შედეგებს მსოფლიო საზოგადოებისთვის. 29 იანვარს გაიმართა სახელმწიფო ენის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით ჰოლოკოსტი ხელოვნებაში. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურაში ჰოლოკოსტის თემა ადამიანური ტრაგედიის, შიშის, გადარჩენისა და იმედის თვალსაზრისით არის მოცემული. ავტორები ცდილობენ მკითხველამდე მიიტანონ არა მარტო ისტორიული ფაქტები, არამედ ადამიანების ემოციები და გამოცდილება, რომლებაც ეს ტრაგედია საკუთარ თავზე გამოსცეს. განსაკუთრებით ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი ფილმები, მათ შორის აღსანიშნავია „ცხოვრება მშვენიერია“, „ბიჭი ზონიან პიჟამაში“, „შინდლერის სია“ და ასე შემდეგ. პროექტის ფარგლებში მოეწყო კინოჩვენებები და შემდგომ ამ ფილმების გარკვევა. პროექტის ფარგლებში
გავიცანით ჩვენი ქალაქის არქივში დაცული სერვერების ისტორიის შესახებ. შევწყვეტ სხვადასხვა დოკუმენტი, ფოტო და ისტორიული ჩანაწერი, რომლებიც გვაწვდიდა ინფორმაციას ებრაული თემის ცხოვრებაზე, ტრადიციებზე და მათ როლზე ქალაქის განვითარებაში. პრობლემურ მასალებით დავუმუშავეთ, შევაჩერეთ და გამოვყავეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები. მუშაობის პროცესში უკვე გავიაზრეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ებრაელებს ჩვენი ქალაქის კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათი ისტორია ჩვენი ქალაქის მრავალფეროვანი წარსულის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ მასალის მუშაობამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია დაუცვლებელია ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა და განსხვავებული მომხმარებისთვის. ჩვენ გავაცანით არსებულ მასალას სხვადასხვა წყაროებით. გამოვიყენეთ როგორც არქივში მოპოვებული ინფორმაცია, ასევე ონლაინ რესურსებიც. სწორედ მათი დახმარებით გავიგეთ, თუ რა არის ეგრეთ წოდებული ცხოვრების ხის მემორიალი, რომელსაც თქვენ ხედავთ სურათებზე. ასევე ცნობილი როგორც ჰოლოკოსტის პირარი ტირიფი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ტირილს, ხოლო მის ფოთლებზე კი ამოტვიფრულია გარდაცვლილი ებრაელების სახელები. ეს მემორიალი აგებულია 1990-91 წლებში იპ ვაგრას მიერ და განლაგებულია ბუდაპეშტში. არქივში მოძებნული და დამატებით მოპოვებული მასალები შევგროვეთ და საფუძვლიანად დავუმუშავეთ. ინფორმაცია დავახარისხეთ შევაჩერეთ ერთმანეთთან და მოიცეთ ერთიანი გამართული ფორმა. შემდგომ რა თქმა უნდა ჩამოვაყალიბეთ პრეზენტაციის საიტი. მუშაობისას თითოეული დოკუმენტი და წყარო დეტალურად განვიხილეთ, რათა სრულიად წარმოგვეჩინა ებრაული თემის მნიშვნელობა ქალაქისთვის. დღეს ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ პირებს, რომლებმაც გაახმოვეს ჩვენი ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ესენი არიან მწერალთა კავშირის წევრი ქალბატონი ირინა ბიბილეიშვილი, რომელმაც ჩვენთან ერთად ჩაატარა ონლაინ შეხვედრა და უამრავი რამ გვიამბო საკუთარი ცხოვრების შესახებ, როგორც ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში უკრავდა ებრაელი ხალხის ისტორიას და ასევე ქალბატონი ეკატერინა ეფრემიძე, ქალაქ ფოთის არქივის დირექტორი, რომლის დახმარებითაც ჩვენ დავამუშავეთ ამ არქივში დაცული მასალები. ასევე ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვიგო ინფორმაცია ჩვენი თანამოქალაქეების ბატონი შოთა მეგრელიშვილისა და ბატონი დანიელ მაღალაშვილის ცხოვრების შესახებ. დღეს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა სწორედ შოთა მეგრელიშვილის გვარს ატარებს, ხოლო მათი მემკვიდრეები ზრუნავენ ქალაქის მომავალზე. პროექტის დასკვით ეტაპზე ჩატარდა სასკოლო კონფერენცია ფოთის ახალგაზრდულ ხალხში, სადაც პრეზენტაციებს წარდგენეს როგორც ისტორიის კათედრის წარმომადგენლებმა, ასევე პროექტში მონაწილე მოსწავლეებმაც. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ასევე მოწვეული სტუდენტები, მათ შორის მერიის, რესურს ცენტრისა და ასევე არქივის წარმომადგენლები და კონფერენციამ შესაძლებლობა მოუწვა აუდიტორიისთვის განხილვის ჩატარებული აქტივობის შედეგები და კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა ებრაული თემის მნიშვნელოვანი ისტორია. პროექტის ფარგლებში გავაცანით ქართველი ებრაელი პოეტების შემოქმედებას. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს გია მუშიაშვილის, ნუგზარ ჯანაშვილის, ირინა ბიბილეიშვილის, ფირუზ ჯანაშვილის, ჯამალ აჯიაშვილის, ისააკ კრიხელის, ნანა დავარის ლექსებმა, რომელიც ეძღვნება საქართველოს. აქ არის ამონარიდები მათი პოეზიიდან. როცა ვკითხულობთ მათ ლექსებს, ვცნობთ მათ გულწრფელ სიყვარულს, მონატრებას. საქართველო მათი სამშობლოა, მათი სალოცავია. გია მუშიაშვილის ეს ლექსი სამსახელს მკაფიოდ გამოხატავს. ჩემი მიწაწმის სალოცავების ზურგში მოვყვება ხოცვად სარები, გინდი ნაპირზე, გინდა ნაპირზე, მაინც დავრჩები ყველგან ქართველი. სადღაც ძალაში იცოდეთ ნეტავ, რამდენი რამე დამრჩა სათქმელი. მაგრამ თავარი არ დაგავიწყდეთ, შეინარჩუნეთ თქვენი სახელი, ბევრჯერ გავივლი კიდევ იმ ხიდზე, როგორც სტუმარი და მას პინძელი. ერთი ღმერთი მყავს ამ ქვეყანას, ორი სამშობლოს, ერთი მხარე. ეს რაც მიდოდა პორტფოლიოების ის მასზე გაწეული მუშაობის თაობაზე. მე მინდა გთხოვოთ გადავინაცვლოთ საქმო დამბაში, სადაც ამფრინველი იქნება სპექტაკლი ცხოვრება მშვენიერია.